მამიკა. ათაჯერ გითხარით, მანუელო, სოფია, გაჩერდით, მომისმინეთ, პირდაპირ თვალში მომხვდა. რა საყვარლები არიან? ბავშვები, 17 გვყავს. ერთსაც მალე ველოდებით. გაჩერდი, ეგ მარაკასი არ არის, დადე თავის ადგილზე. ბუმბული გამიჭაღარავეს. მამას დასვენება სჭირდება. ისე, ლამაზი წვილი ხართ, თქვენს კარნავალზე მოდიხართ? წვილი? უბრალოდ ნაცნობები. უბრალოდ ერთმანეთზე მიჯაჭულები. და მე თქვა ბუბულს ატომ ასწრის ეს ბავშვი. არ ვიცით, ექიმს უნდა ბაჩვენოთ. უკაცრავად, ამ ჯაჭვს ხომ ვერ მოგხსნით. გაგიმართლეთ. რაფაელთან მოხვდით. რაფაელი კი აქ ყველას იცნობს. ისევ თვალი მატკინე? კარგი, კიდე დედას დაუძახო. არა. კარგი მეთოდია. მისი ყველას ეშინია. რატომ მეძახდი? ევა, საყვარელო. ეს ახალგაზრდები ლუისთან უნდა წავიყვანო. ლუისთან? ვერ მომატყუებ. პირდაპირ მითხარი, რომ კარნავალზე გინდა წასვლა. კარნავალი. რა კარგი დრო იყო, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფრინველი გავიცანი. ახლაც მახსოვს, რომელ სიმღერას მღეროდნენ პირველად რომ დაგინახე. მაღალი და მოხდენილი, ახალგაზრდა მშვენიერი, მოდის გოგონა იპანემიდან. მიდი საყვარელო იმღერე. და როცა ჩაივლის, ყველა აყოლებს თვალს. თაფლივით ტკბილი ხმა გაქვს. სიყვარული ყრუც ყოფილა. მოდი ჩომთონ. კარგი. წეღვანი ლუისთან. ოღონდ მალე მოდი. ანგელოზი ხარ. მომენატრები ჩემო ტკბილო მანგო. მეც მომენატრები ჩემო პაპაია. მარკო, კარლოს, ხელი გაუშვი თქვენ ძმას. არ მჯერა რომ გამომიშვა. შორს თოროს ლუისი. არა, ყვავის სიჩქარით ნახევარი საათის საფრენია. მაგრამ არარას ნაბიჯით? ჭკუის კოლოფმა ფრენა არ იცის. ჩიტმა ფრენა არ იცის? ყველა ჩიტი არ დაფრინავს, მაგალითად სირაქლემა. შენ სირაქლემა არა ხარ. პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ ერთი წუთით. მეგობრებო, ძალიან მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ თელცას ფეხით ვერ გავივლით. სად არის მამა? მამა. თუმცა შეგვიძლია ვცადოთ. გავიქცეთ სწრაფად. არ მიიხედოთ, შიშ გრძნობენ. თუ მოგეწონათ გამოწერა არ დაგაუწყდეთ.